თამარჟვანიას შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა რამოდენიმე რამ გავითვალისწინეთ. პირველ რიგში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თამარმა ძალიან კარგად იცის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მისი სპეციფიკა. Რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მისი აპოლიტიკური წარსული, ის არის ნეიტრალური ადამიანი და რა თქმა უნდა, პიროვნული თვისებები, ობიექტურობა და პრინციპულობა, რაც მას ახასიათებს, არის გადამწყვეტი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თამარჟვანიას კანდიდატურა მისაღები იქნება როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მმართველი კოალიციური პარტიის წარმომადგენლებისათვის ცესკოში. არც მახსენდება შემთხვევა, როდესაც ამდენმა ძლიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად წარადგინა ერთხმად კანდიდატურა და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ერთიანად თანხმდებიან კონკრეტულ კანდიდატურაზე და სწორედ პროფესიული ნიშნით ხდება ეს შეთანხმება და წარდგენა. ჩვენ საკმაოდ ძლიერი კანდიდატურა წარვადგინეთ, ამიტომ პრაქტიკულად დარწმუნებულები ვართ წარმატებებში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, ალბათ ყოველთვის ცნობილია და მან წინასწარი თანხმობა განაცხადა ამ ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, ანუ მან უკვე ნდობა გამოგვიცხადა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობასაც არ ექნება არგუმენტი იმისათვის, რომ დაიწუნოს ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი. კონსულტაციები 28 აგვისტოს შემდეგ გაიმართება სავარაუდოდ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ დღესვე ხელმომწერი ორგანიზაციები ჩვენს კანდიდატურას მივაწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ თამუნას ის თვისებები, რომელიც ჩამოთვლილი იყო, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, რომელიც შეიძლება საქართველოს მიიღოს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ნამდვილად უპრეცედენტოა შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წინა წლებში რა თქმა უნდა ესეთი კონსულტაციები არ გამართულა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ზოგადად ის კანდიდატურა არის, რომლის არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე იქნება მართლაც ასე ვთქვათ ნეიტრალური პროფესიონალი და არ იქნება დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და გაერთიანებასთან ამა თუ იმ ფორმით.